თქვენზე პასუხისმგებლობას იაზრებთ. ჩვენი სასაუბრო თემა კი ბოლო პერიოდს რაღაც თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ გვიწევს სტატისტიკას, რომ გადავალოთ თვალის შევხვდეთ, მაგრამ ფიქრობ, ჩვენი ესეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია და რაღაც გარკვეულ ინფორმაციას მივიტანთ საზოგადოების გარკვეულ ფენამდე. არ ვიცი ახლა ვინ როგორ იაზრებს ამ მეტად მტკივნეულ საკითხს, რასაც ნარკოპოლიტიკა ეწოდება საქართველოში და გისმენთ ძალიან დიდი ინტერესით. მგონი ყოველდღიურად ჩვენ გვესმის, რომ დაიჭირეს ნარკორეალიზატორები, ამოიღეს ამდენი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები. ამჯერად მოვისმინეთ, რომ ეს პროგრამები, კერძო პროგრამები გაუქმდება, ბევრი რაღაც გადადის სახელმწიფო დაქვემდებარების ქვეშ და საინტერესოა თქვენი როგორც ნარკოლოგის და ადამიანის, რომელიც აგერ უკვე მე რამდენი წელი ამ სფეროში საქმიანობთ, როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებებს, რას ემსახურება, სად მივიღებთ დადებიც ან უარყოფით? მადლობა, ნანა, მართლა ესეთი შეშლებით ვითარდება მოვლენები და რაღაც ჩქარა იცვლება ყველაფერი. ყოველ დღე რაღაც ახალ სიურპრიზებს გავაზრობს. თუნდაც ამ კუთხით ნარკოპოლიტიკა რასაც ქვია და ნარკოტიკებთან ბრძოლა რასაც ქვია ამ კუთხით. კი ბატონო, გაამკაცრა სახელმწიფო სახად გაამკაცრა ბრძოლა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან. ვისმენთ კი ყოველ დღე საკმაო რაოდენობით იღებენ, ასე ვთქვათ, ნარკოტიკულ საშუალებებს, იჭერენ ბევრ გამსახურებას, აი გუშინაც ბელორუსიის მოქალაქეები დაიჭერენ ბათუმში, დიდი რაოდენობით ამოიღეს სხვადასხვა კოკაინის, იყო ექსტაზი, დიდი რაოდენობით ამოიღენ და ხშირად გვესმის ეს ინფორმაცია. თუმცა აი ცუდი რა არის და ამნაირი ასეთი დაკავებების ფონზე, ასე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ამოღებული ნარკოტიკის ფონზე ქვეყანას არაფერი არ ეთყობა. ისევ იყიდება და ისეთი მდგომარეობა შავი ბაზრის მუშაობის კუთხით როგორც იყო, აი თითქოს არაფერი არ მომხდარა რა. მაშ რას ემსახურება ეს რაღაც სისტემატური დაკავებები, ამოღებები და რატო არა ისახება ვთქვათ შავ ბაზარზე რომ შემცირდეს? იმის თქმა მინდა რომ ისეა გაჯერებული შავი ბაზარი და იმ რაოდენობით არიან შემოსული და ისე აქვს დაწყობილი სქემა, რომ აი ამ ხელა დაკავებების და ამ ხელა ისიც კი ვერ ამჩნევს ყვარს, ასე ვთქვათ, ბაზრის მუშაობაზე. კიდევ უფრო იმაზე მეტად რთულია, ვიდრე რეალურად წარმოგვიდგენია? მდგომარეობა უფრო მეტად რთულია. აი ხო კიდევ ერთხელ ვეუბნებით რა ამ რაოდენობის ნარკოტიკის ამოღება და ქვეყანას არაფერი დაეთყოს, უბრალოდ მარტო ამით მიხვდებით, რომ რა სულ მდგომარეობაშია ქვეყანა და რა სულ მდგომარეობაშია ნარკოპოლიტიკა, რა დონის შავ ბაზარზე შემოსულია დაბინძურებული ნარკოტიკი, კუსტარული ნარკოტიკი, რომელთაც მართლა გვიწამლავენ ჩვენთან მოქალაქეებს, ახალგაზრდა გოგობიჭებს და ასე შემდეგ და გასაოცარი ამ ფონზე, როდესაც ამნაირი რაოდენობა, უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს მართლა ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების და ნარკობაზრის ამ პროგრამების გაშავება და ამ პროგრამების აგზავნა, როგორც არის ჩანაცვლებელი თერაპიის პროგრამები, მართლა ერთი ნათელი წერტილია დღესდღეობით მოქმედ ნარკოპოლიტიკაში. იმიტომ რომ ძალიან მცირე არის სამკურნალო პროგრამები, ფაქტიურად სახელმწიფოს არ აქვს საშუალება უმკურნალოს ადამიანებს, ვინც კურნალობს საკმაოდ დიდი თანხის გადახდაუწევს და ისე ძალიან მცირე, ძალიან ცოტა ადგილებია და რეაბილიტაცია ფაქტიურად საერთოდ არ არსებობს კურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია. მაშინ აი ამ კერძო პროგრამების აკრძალვა დახურვა რას ემსახურება ბატონო ზაზა და რას თავაზობს სახელმწიფო, თუ კი მის ხელში გადადის ყველასადავე, როგორ უნდა გამოვკლდეს ამ უდიდეს გამოწვევას და ტრაგედიასაც ხომ მცირერიცხოვანი ერივარს დამეთანხმებით და ნარკომომხმარებელთა რაოდენობა კი ელვის სისწრაფით იზრდება ყოველდღიურად. ესე იგი, როგორც არის განცხადებული, ნანაცი ისე მიდის ჯერჯერობით პროცესები, რომ ბევრი კითხვის ნიშნებია და ამ კითხვებზე ჯერ პასუხი არ ყოფილა, არც განცხადება, არც გაუცხადებიათ. უბრალოდ რაც გამოაცხადეს ახლა ტელევიზიით, რომ გამკაცდა ბრძოლა, იხორება პრობლემა, იმის იქეთ რა ხდება კი თქვენ რომ ეს ბენეფიციარები ვინც დადიან, ყველაზე აიღებს სახელმწიფო მზრუნველობას. თუმცა როგორც ვიცით, სახელმწიფოს აქვს მეტალონის პროგრამა და ბუფრენოფრინის პროგრამა, ოღონდ ბუფრენოფრინის პროგრამა არის ძალიან მცირე რაოდენობით, შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ იყო რომ გადახალხი მიდიოდა კერძო პროგრამებში და თანხას ეხდიდა. და არა იმის გამო რომ რაღაცით მიმზიდველი იყო კერძო პროგრამა, იმიტომ რომ ადრე შეიძლება კი, მაგრამ ამ
ბოლო პერიოდში აბსოლუტურად ერთნაირი რეგულაციები ჰქონდა საკერძო პროგრამასაც და სახელმწიფო პროგრამასაც. არც ეკიდან შეიძლება ვთქვა, რამოდენიმე დროის მეტადონსაც. იგივე ეხება მეტადონსაც, აბსოლუტურად ერთადერთი რეგულაციები ჰქონდა და წესით უნდა იყოს კერძო სექტორში, უნდა იყოს, რა თქმა უნდა. სახელმწიფო უნდა გააფართოვოს თავისი პროგრამა და ამით გაუწიოს კონკურენცია, ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს ამ შემომტანებს. როდესაც არის კონკურენცია საერთოდ ბაზარზე, მაღალი არის ხარისხი, ხო ეს ელემენტარულია. და მე არ მიმაჩნია მაგალითად სწორი ნაბიჯი, რომ ეს კერძო პროგრამები ასე ერთი ხელისუფლებით დაკეტოს და ეს ადამიანები უნდა გადაიყვანონ სახელმწიფო პროგრამებში. არის რიგი მიზეზები, რის გამოც ადამიანს ურჩევნია კერძო პროგრამაში ყოფნა, ხო? თუ ამბობთ რომ რაღაცები შეიძლება კონფიდენციალობის კუთხით მეტად დაცულად გზნობს ადამიანი თავს კერძო პროგრამაში და არა აქ იმისში რომ ხვალ შეიძლება სამდე მივიდეს და წინ დავხვდეს რომ შენ პროგრამის მონაწილე ხარ და რაღაცაზე ან სამსახურს რაღაცაზე პრობლემა შეექმნას. თუნდაც ხელმისაწვდომობის კუთხით, იმიტომ რომ კერძო პროგრამები მაინც კერძო კლინიკებშია გათავსებული, დასულია ყველა, ასე ვთქვათ, სანიტარული ნორმები, ყველა სტანდარტები დასულია, შედარებით უკეთესი პირობებია, ვიდრე აი ახლა რა ვიყოთ ქუთაისის ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამა საშინელებასთან შედარებით. კერძო დაცული არის. და არის ბევრი პირობები, რის გამოც ადამიანს ურჩევნია თანხა გადაიხადოს და შესაბამისად მეტად სანდო და საიმედო სერვისი მიიღოს. და ამის არჩევანი უნდა ქონდეს საშუალებას და კი ბატონო, შენ სახელმწიფო ხარ, გააკეთე შენს პროგრამა, უფასო პროგრამა გახსენე და ქენ ისე რომ ამ ადამიანები შენთან მოვიდნენ უფასო პროგრამაში, ხო? იგივე პროგრამის დიზაინით, იგივე რაღაცა შეთავაზია მომხმარებლებს უკეთესი, რასაც ვთქვათ, კერძო პროგრამები თავაზობენ, იგივე ვთქვათ, ასაქმების პროგრამები შეთავაზე, რაღაც რეაბილიტაციის პროგრამები შეთავაზე და მოვა ეს ხალხი რა გიჟი კი არ არის მართლა ფული ეხადოს, თუ კი უკეთესი სახელმწიფოს პროგრამა იქნება. და ამათ სამნაირი მედგომით არა ეს კონკურენცია არა, ამათ უბრალოდ დაუკეტენ კერძოებს ეს ასე ვთქვათ სერვისი და გამოაცხადნენ სახელმწიფო ევროპ სრულად თავის. და არგუმენტად ვისმენთ ჩვენ იმას, რომ თითქოს რაღაც ეს კერძო პროგრამები ნარკომანიის წახალისებას უფრო იწვევდა, ვიდრე ამ ადამიანების მზრუნველობას და გამოჯანმრთელებას. გამოდგება ეს არგუმენტი ბატონო ზაზა შეესაბამება სიმართლეს თუ რასთან გვაქვს წახალისებაში და არა, წახალისებას რატო წახალისება არ მგონია, მე მგონი უფრო ის იყო გაცხადებული, რომ ეს არის ლეგალურად წამლის მიწოდება ნარკოტიკების მომხმარებლებზე. ანუ ლეგალურად აწვდიან წამოს კერძო პროგრამები და ამით მდიდრდებიან. აი ეს იყო ფორმულირება, ხო, რაც მე მოვუსმენე. თუმცა აქ დაერო ეს კურნალობა არ არის. ჩანაცვლები თერაპია სულ სხვა რამეა, ჩანაცვლები თერაპიას აქ თავისი არსი, აქ თავისი პროტოკოლი და არსებობს გარკვეული წინაპირობები და პირობები, რისთვის ასაა შემოღებული ჩანაცვლები თერაპია. ჩანაცვლები თერაპია ეს არის ზიანის შემცირების პროგრამა და არა სამკურნალო რეაბილიტაციო პროგრამა. ქვეყანაში უნდა იყოს სამკურნალო რეაბილიტაციო პროგრამა, განვითარებული და ვისაც უნდა მკურნალო რეაბილიტაცია და თავის მოჩენა და საბოლოოდ გაჯანსაღება. უნდა კონდეს ამის საშუალება, რის საშუალება სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა არ არის და უნდა იყოს აუცილებლად ზიანის შემცირების პროგრამები და ჩანაცვლები თერაპიის პროგრამები. რაც იმას ემსახურება ჩანაცვლები თერაპიის პროგრამები, რომ ნარკომანია ეს არ არის, აი როგორც გავრცელებული კლიშე არის და გავრცელებული ასე ვთქვათ მითი არის, რომ თავის უბედურები არიან, თვითონ რატო არ ანებებენ თავს. ნარკომანია ეს არ არის ესეთ უბრალო დაავადება, რომ ადგედა ესე ერთი ხელისაქმნებით მოიშვიცა, ეს ქრონიკული დაავადება, საკმაოდ ძიმე დაავადება, არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური დაავადება და ეს აღიარებული არის ჯანმოს სტანდარტებით და აღიარებული არის მთელ მსოფლიოში. რომ საკმაოდ ძიმე დაავადება, რომელსაც ჭირდება შესაბამისი მედგომა, შესაბამისი მკურნალობა. აი ეს ქრონიკული დაავადება. თუ ადამიანს განვიხილავთ როგორც ქრონიკული დაავადების ხვამის, ხო? აი ადამიანი ნარკოტიკებზე დამოკიდებული, რომელიც მართლა აი წლები ამოიხმარს, ბევრი რამე სადა და უბრალოდ მის ორგანიზმს არ შეუძლია ნარკოტიკის გარშე არსებობა, ხო? და ამნაირ ადამიანებს აი ჩანაცვლები თერაპიის არსი რა არის. დიახ. ჩანაცვლებით ესე აცილებენ ქუჩის ნარკოტიკის მოხმარებას, აცილებენ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას და აძლევენ ჩამონაცვლებელ პრეპარატს.
ჩამონაცვლებელი პრეპარატს, რომელიც ამ ადამიანს ასე ვთქვათ, უღიათო ვთქვათ, კაიფს კი არ აგდებს. არამედ უბრალოდ აი იმ პრობლემებს უხსნის, რაც შეიძლება მქონდეს ნარკოტიკების არ მიღების მითი გამოწვეული ორგანიზმს. ამ იმას უწევს, შფოთვას უხსნის, ტკივილებს უხსნის. დანარჩენი ადამიანები ჩვეულებრივად ადეკვატური. და ეს არის ამ პროგრამის დანიშნულება. ანუ ქუჩის ნარკოტიკს ანაცვლებენ შესაბამისი პრეპარატით და არა ნარკოტიკის შესაბამისი პრეპარატით, რომელიც ამ სიმპტომებს და ადამიანი ანებებს თავს უკანონო ნარკობიზნესში ბრუნვას, ანებებს თავს შპრიცის ინიექციურ მოხმარებას. ამით რა ხდება? ამით ხდება ინფექციური დაავადებების გავრცელების შემცირება, ხდება კრიმინალის შემცირება და ეს არის ჩანაცვლებელი თერაპიის არსი. არ შეიძლება ამ ადამიანებს ასე ერთი ხელისმოსი თქვა, რომ ეს კურნალობა არ არის და დაუკეთო ჩანაცვლებელი თერაპია. ამას თავის დანიშნულება აქვს, კურნალობა რეაბილიტაციას თავის დანიშნულება აქვს. ჩანაცვლებელი თერაპია ასევე შეიძლება განვიხილოთ როგორც კურნალობა რეაბილიტაციის პირველი ნაბიჯი, ერთ-ერთი წინაპირობა. და იქ უკეა საჭირო, ამიტომა საჭირო ფსიქოლოგის მუშაობა, ამიტომა საჭირო ფსიქოლოგის მუშაობა, რომ ადამიანების დიფერენციაცია გააკეთოს. აი შეაწყოს მიხვდეს, რომ რომელი ადამიანი თქვა ქრონიკულად დაავადებულია და მის ორგანიზმს ხონერად არ შეუძლია და რომელი ადამიანი შეუძლია, რომ აი ეს წინაპირობა იყოს და ამის შემდეგ ვიზრუნოთ მის საბოლოო გამოჯანმრთელებას. ქუთაისის მაგალითზე თქვენ ამბობდით, რომ საკმარისი არ იყო ფსიქოლოგის რაოდენობა. გონი ორი ფსიქოლოგი ემსახურებოდა, ხო, ამ პროგრამის ფარგლებში? ერთი, მით უფრო სავალალოა. როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ რაც ყველაფერი აბსოლუტურად რომ აგვისტოში დაიხურება, ხო, ამ მომენტისთვის ეს ინფორმაცია ვიცით, შეწყვეტს პროგრამები არსებობას. კი, სახელმწიფო გაითვალისწინებს იმას, რომ ფსიქოლოგების რაოდენობა გაიზარდოს, ან მეტადონის პროგრამაში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით რამდენი ნარკომამხმარებელი იყო ჩართული? 15,000-მდე მომხმარებელი არის სახელმწიფო პროგრამაში და კიდე 5,000-მდე მომხმარებელი არის ამ კერძო პროგრამებში, რომელიც ახლა იხურება და ეს 5,000 ადამიანი და სახელმწიფო ყოველ შემთხვევაში ასე განაცხადა, რომ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანების მოვლა-ზე და მკურნალობაზე. ხო და აი საინტერესოა აქამდე რატო არ შეიძლება თქვა გაეფართოებია ეს უბრალოდ პროგრამა და რატომ მიდიოდა ადამიანი ფასიან პროგრამაში. აქამდე ხო შეიძლება რომ გაეფართოებია და ადამიანები სახელმწიფო პროგრამაში მიეყოთ. მაგრამ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დიდი იმედი მაქვს, რომ რახანაც ამბობენ გაწვდებიან ამ ხარჯებს და ამ ადამიანებს ქუჩაში არ დატოვებენ და უპატრონოდ არ დატოვებენ. ხო, ის ადამიანებიც ამ შემთხვევაში დასაქმებული ბიცხო რჩებიან სამუშაოებს მიღმა. როგორ ფიქრობ, მოხდება მათ მიმართაც ზრუნვა? თუნდაც იმერთი ფსიქოლოგის არ ვიცი, ხო რაღაც ძალიან ისეთი მტკიცება. ხო, აი ეს საკითხია, ხო, აი იმიტომ არის, აი კერძო პროგრამებში ადამიანი იმიტომ იხდის პოსტშედარებით ხარისხიან სერვისღებულებს კიდე ერთხელ და იქ ფსიქოლოგის მედიკავს მეტი საშუალება აქვს, უფრო ცოტა პაციენტი ყავს ეკიმსა ფსიქოლოგსაც მეტი საშუალება იმუშაოს პაციენტებთან. სახელმწიფო პროგრამაში სხვანაირი სურათია. აი 1500 ადამიანი პაციენტი რომ მოდის ყოველდღიურად. იქ 3 ექიმი არის, 1 ფსიქოლოგი, 2 სოციალისტი. იქ რა უნდა გააკეთოს ამ ექიმ ამ ფსიქოლოგს, როგორ უნდა მოუაროს ამ ადამიანებს, როგორ უნდა მიცეს ის აუცილებელი სერვისი, რაც ევალებათ. წესით რასაც უნდა აძლევს. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამ რაოდენობის, ამ მასის ამ სტაფით ხედვა და სერვისის მიწოდება. და აუცილებელი გვექნება, როგორ ფიქრობთ? აი თუ არ შეიცვალა პროგრამის დიზაინი, არ ვიცი, მართლა გადაიქცევა ეს პროგრამა წამლის ასე ვთქვათ დარიგებად და მეტად არაფერს დაკარგავს აი იმ ფუნქციას და იმ ასე ვთქვათ ღირებულებას, რაც არის ჩანაცვლებითი თერაპიის ფიშკა, ისთვისაც უნდა არსებობდეს ჩანაცვლებითი თერაპია. და მართლა ეს თუ დაკარგა, ეს აზრი თუ დაკარგა ჩანაცვლებითი თერაპია, მაშინ მართლა რა აზრია გამნარეთი ჩანაცვლებითი თერაპიის არსებობას, ხო? ადამიანებზე ზრუნვა თუ არ იქნა, რეაბილიტაცია თუ არ იქნა, დახმარება თუ არ იქნა, სამუშაო პროგრამები თუ არ იქნა, ამ ადამიანების მოვლა თუ არ იქნა და ასე სადაც კარიყე ქალაგარეთ გადაყარევის თუ ეს კიდე რა მიდგომაა, არ ვიცი რა აბსოლუტურად მიუღებელი მიდგომაა პირადად ჩემთვის ადამიანებს მოკიდო ხელი და ამათ ხალხმა არ დაინახოსო და რაღაცა გაიტანო ქალაგარეთ მიუდგომელ ადგილას. ისედაც უჭირთ ამ ადამიანებს გადაადგილება, ისედაც
დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები არიან და იმნაირად გილას ამ ხალხის გადააყრა და გადაატანა პროგრამის, სადაც თულად მისადგომია, კიდევ უფრო ართულებს ამ ადამიანების სოციალურ ყოფა-ჯანმრთელობას და მათი ოჯახების, არა მარტო ამ ადამიანების, არამედ მათი ოჯახების და ზოგადად საზოგადოების ყოფასაც. ანუ თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ დროისთვის ის ბენეფიციარები, რომლებიც ამა თუ იმ კერძო პროგრამაში იყვნენ გადანაწილებულები, მათთვის სავალდებულო გახდება სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთოთ თუ ნებაყოფლობითი იქნება? არა, ეს ამ ადამიანებს ახლა ასე ქუჩაში დამიტოვება არაფრით არ შეიძლება ამ ადამიანებს. თუ თავად გადაწყვეტენ რომ არ განაგრძონ თქვა ახალ შეთავაზებაში ჩაერთონ, ხო ეს მათთვის დამღუპელი აღმოჩნდება, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს სავალდებულო უნდა იყოს ნებაყოფლობითი თუ ანუ ეს ფსიქოლოგიური მიდგომა როგორი უნდა იყოს მათდამი? უნალობა საერთოდ ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ყველანაირი ძალდატანება და იძულებითი უნალობა არის ყოველად გადაყრილი და წყალში გადაყრილი თანხა. ამას წლების განმავლობაში ამას უყურებთ, ხედავთ და 1000 გვარი მტკიცებულება არსებობს, რომ ადამიანის იძულებით, გინდა მკურნალობა, გინდა დაჭერა ციხეში გამოკვეთა ამ პრობლემას არ შველის, ამ პრობლემას არ ხდის, პირიქით უფრო ართულებს პრობლემას და ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ოღონდ თვითონ უნდა მიიყვანო ადამიანი, ასე ვთქვათ, აი იმ განათლების მიწოდებით იმ აზრამდე, რომ თვითონ მოუნდეს, ასე ვთქვათ, ამ პროგრამებში მოსვლა და თუ დიდ ნაწილს ნანა გეტყვი, რომ აი ნარკოტიკების მომხმარებელს და დიდ ნაწილს, ვიც აი სტაჟიანი მომხმარებელს, მართლა თითქმის ყველას უნდა, რომ ამ წუმიდან ამოვიდეს და თავი დაანებოს. უბრალოდ ხო გეუბნები, ერთადერთი არის ახლა ჩანაცვლებელი თერაპია და ამას არის მიმწყდარი ეს ხალხი, იმიტომ რომ სხვა სერვისის საშუალება უბრალოდ არ აქვს, სხვა უფასო სერვისი, ხო? ხო და ძალიან რთული არის რა. ამიტომ უნდა ამ ადამიანებს ასე თუ ვთქვათ, აუცილებლად ქუჩაში მიტოვება არ შეიძლება. ეს ყველა პაციენტი, ჩანაცვლებელი თერაპიის კერძო პროგრამის ყველა პაციენტი აუცილებლად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი იმ პრეპარატით, რასაც ღებულობდნენ. და ძალიან სამწუხარო იქნება თუ რომელიმე ადამიანი იმის შეშით რომ იქ თქვა კონფიდენციალობა დაერღვება მისი რამე პრობლემა შეექმნება და იმის შეშით თავს დაანებებს პროგრამას და დაუბრუნდება ქუჩის ნარკოტიკების მოხმარებას და რომ დაუბრუნდება ეს სასახა არის. იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არ რჩება ადამიანს თუ შენ მიატოვებ ადამიანს ასე ფსიქოლოგიაში მკურნალობიდან იძულებული ხდება დაუბრუნდეს ქუჩას და ქუჩის ნარკოტიკის მოხმარებას. რომელსაც როგორც არაერთ გზის გითქვამ, ჩვენ ვერ ავკრძალავთ, იმიტომ რომ აიგრძალება ერთი და გაჩნდება ორი რაღაც ახალი, ხო? რაც არ უნდა უგზავნოთ, ვერ მოვერევით, თორე კი ბალონო გძალოთ და ვიყოთ. ანუ რაღაც დადებითი მოლოდინებით თქვენ ამ სიახლესთან დაკავშირებით არ გაქვთ, რომ შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ეგებ და ისე გააკეთონ და ისე მოაწყონ ეს პროგრამები, რომ აი როგორ ჩვენ ვფიქრობთ. ნაკლებად ჯერა სიმართლე გითხრათ, მაგრამ მოდი რა ვიქონიოთ ამის იმედი, რომ ასე ხელაღებით იმას კი ამბობენ, საცხადებენ, რომ ისინი არ ებრძვიან ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, ამ ადამიანებს ამბობენ, რომ უნდა უმკურნალოთ, გვერდით უნდა დაუდგეთ, თუმცა არ ვიცი ფიქრინ წავსვლო მაკვირებსო და დაიწყო ისევ ამ ადამიანების ზევა და ბადიმრება ნარკოლოგიურში გადაყვანა მაღალი ჯარიმები და ჯარიმებები ისედაც ამ არაფრის მქონე ადამიანებს კიდე დიდი ჯარიმები იქ ვიღაცებს მართვის უფლებებს სხვადასხვა უფლებებს არწმევენ და ეს დაბრუნდა უკვე ეს რაც იყო წინა პერიოდში და რაც როგორც იქნა აღარ ხდებოდა მთავრობის პერიოდში ისევ სამწუხაროდ დაიწყო და უფრო მეტი იმისი დაიწყო როგორ ვთქვა სიმკაცვით ვიდრე იყო ანუ დაიწყო ესე ბრძოლა დაავადებულ ადამიანებთან და არა ნარკოტრაფიკით და ნარკორეალიზატორებთან და ასე შემდეგ
მოკას დაულოდოთ ხო როგორ განვითარდება მოვლენები დროს სწრაფად გადის შესაძლოა რა თქმა უნდა აგვისტომდეც მოვისმინოთ არაერთი განცხადება ნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ ბედნიერ დღეს კარგ სამუშაო კვირას გისურვებთ და ეს უდიდესი გამოწვევა და პრობლემა რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას მინიმუმამდე დავიდეს ალბათ შევთანხმდებით რომ აბსოლუტურად ვერ აღმოიფხვრება ვერაფერი ის რაც ზიანს აყენებს ადამიანს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ალბათ ვიპოვოთ ის მნიშვნელოვანი ოქროშუალედი კი ბატონო მართოთ ეს ზიანი და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო საზრ რომ იყავით ჩვენი სტუმარი დროებით აგემშვიდობებით მორიგ საეთერო შეხვედრამდე და რაღაც გული მეგრძნობს რომ ეს არ იქნება ერთი თვის შემდეგ მადლობა და დროებით.